ეხება და შეძლებს თუ არა ქართული ოცნება ლობირებას ევროპარლამენტის მოსალოდნელ მკაც რეზოლუციაში შედარებით რბილი შეფასებები მოხდეს. მათთვის ამ ინფორმაციას პირველებთან ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის საპარლამენტო მრჩეველი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით ახლა ქართული ოცნების სურვილია და ის შეეცდება გამგზავრება სტრასბურგში იმ დროს, როდესაც საქართველოს საკითხის განხილვა მოხდება, უფრო კონკრეტულად ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომელიც როგორც უკვე დაანონსებულია, იქნება საკმაოდ მკაცრი ტექსტი და მათ შორის ცნობილია ის საკითხები, რომელიც რეზოლუციის ტექსტში მოხდება. ეს უკავშირდება, როგორც ვრცელდება ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია, მათ შორის ეხება პოლიტიკურ პატიმრების საქმეებსაც. აქ მოხსენიებულია პირდაპირ ელენე ხოშტარიას საქმე და ბუნებრივია ყველა იმ პოლიტიკური პატიმრის საქმე, რომელიც დღესდღეობით არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოში და ბუნებრივია ეს იქნება საკმაოდ მკაცრი ტექსტი ქართული ოცნებისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი მათთვის, როგორც ავრცელებენ ინფორმაციას და შესაბამისად ქართული ოცნების დელეგაცია შეეცდება, რომ ახლა სტრასბურგში გამგზავრებით შეხვდეს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს და ისინი გადაარწმუნონ და დააჯერონ, რომ ისინი იმსახურებენ რბილ შეფასებებსაც. მოკვირას ევროპარლამენტი არის პლენარულ სხდომაზე სტრასბურგში და აშკარად თუ ქართული ოცნება აპირებს, რომ ჩავიდეს იქ და გარკვეული დეპუტატები ნახოს, ეს იქნება უფრო ლობინგის მსგავსი რაღაც, ჩავიდენ და დაალობინგონ, ანუ საკუთარი თავრობისთვის სასიკეთო, ასე ვთქვათ, ჩანაწერების შეთავაზება მოხდეს და მოხდეს აი ამ ჩანაწერების შეთავაზება იმ დოკუმენტზე, რომელიც საქართველოს შესახებ დღეს ევროპარლამენტში მზადდება. დელეგაცია ქართული ოცნების თუ ჩავიდა სტრასბურგში და ალბათ წავლენ კიდევაც, ისინი შეხვდებიან ისეთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც არიან მარგინალური ძალები ევროპარლამენტში, ანუ ის ძალები, რომლებიც არ მონაწილეობენ საერთო კონსენსუსში. უბრალოდ არის მათი განწირული სულისკვეთება, რომ როგორღაც მოახერხონ და აი ამ კატასტროფული, მათთვის კატასტროფული ევროკომისიის მოხსენების ფონზე არ დაიდოს ძალიან კატასტროფული, კიდევ უფრო უარესი მოხსენება ევროპარლამენტის მიერ. მაგრამ ამას ისინი ვერ მოახერხებენ, იმიტომ რომ როგორც ვახსენე, ძირითადი კონსენსუსი შექმნილია საქართველოს შესახებ. ასევე საინტერესოა, როგორ შეძლებენ ქართული ოცნების წევრები სტრასბურგში გამგზავრებას იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა მათ სავიზო შეზღუდვები დაუწესა. დიდი ალბათობით არსებობს ვარაუდი, რომ მათ მოუწევთ ვიზის მიღებასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება და ამის შემდგომ თუ კი მიიღებენ ვიზას გამგზავრება და როგორც არის მოსალოდნელი, პოლიტიკის ექსპერტებიც ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ეს არ იქნება მაღალი რანგის შეხვედრები, მათ მოუწევთ მაგალითად ორბანის პარტიასთან შეხვედრა და მათთან საუბარი, რომ მათ მაინც არ გააკრიტიკონ მწვავედ ქართული ოცნების პოლიტიკა და ნაბიჯები. სხვა მხრივ მოსალოდნელია საკმაოდ მკაცრი რეზოლუცია. ამ ტექსტზე ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ და აქვე ხაზს უსვამენ პოლიტიკის ექსპერტები ევროკავშირის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება სავიზო შეზღუდვების დაწესებას დიპლომატიურ პასპორტებზე. აქ გულისხმობენ პირდაპირ ქართული ოცნების წარმომადგენლებს და აქვე არსებობს საფრთხე, რომ შესაძლოა ეს შეზღუდვები სრულად ქვეყანაზეც გავრცელდეს, თუ კი ქართული ოცნება არ გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც მაგალითად რეზოლუციის ტექსტში იქნება ჩაწერილი. მთლიან ევროკავშირზე ვერ გასცემს უკვე ვიზას ვერც ერთი სახელმწიფო, იმიტომ რომ ეს არის ევროკავშირის მასშტაბით აკრძალვა ამ ადამიანებისათვის. ეს არის ის, რასაც ეს ადამიანები იმსახურებენ და მეცაც იმსახურებენ. უბრალოდ აქ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ აი ამ ახალი, ასე ვთქვათ, რეგულაციით ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც გაურთულდებათ შესვლა ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, არა ყველა ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, რომ ასე ვთქვათ, პროცედურები შემოწმების გამკაცრდება და ნებისმიერ ადამიანს საქართველოს მოქალაქეს მესაზღვრე დაუთმობს უკვე გაცილებით უფრო მეტ დროს, რომ შეამოწმოს ვინ არის ხელისუფლების წარმომადგენელი, ხო არ არის, ხელფასს ხომ არ იღებს საბიუჯეტო ორგანიზაციიდან. ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება
რასაც დაემატა ასევე გამკაცრება სავიზო შემოწმებების, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ოცნების ქმედებების გამო კიდევ უფრო მეტი დისკომფორტი ექნებათ ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთისას, შეიძლება უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეამოწმონ, შეიძლება საერთოდ ჩვენ ვიცით, რომ ასევე განიხილება მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობა. არც ერთი მათი შეხვედრა არ არის მაღალი რანგის და განსაკუთრებით ევროპარლამენტში ჩვენ ვიცით, რომ ძირითადად ეს არის პრორუსულ ან ღიად ანტიდასავლურ ძალებთან შეხვედრები თავად ევროკავშირის შიგნით. შესაბამისად, არანაირი ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებით ევროპარლამენტთან მოსაოდნელი ნამდვილად არ არის. საგანგებო დებატები სტრასბურგში 11 მარტს გაიმართება, სადაც განიხილავენ სწორედ საქართველოს საკითხს. ელენე ხოშტარია საქმე და პოლიტიკური პატიმრები, ეს არის ის საკითხები, რომელიც ამ დებატების დროს მოხდება. უკვე მეორე დღეს 12 მარტს კი რეზოლუციის ტექსტს უყრიან კენჭს და მოსალოდნელია, რომ ეს რეზოლუციის ტექსტი იქნება საკმაოდ მკაცრი ქართული ოცნებისთვის. ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების დელეგაცია შეეცდება გამგზავრებას სტრასბურგში და გარკვეული მოლაპარაკებების წარმოებას კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, თუმცა რამდენად გამოუვა ეს ქართულ ოცნებას დაწესებული სავიზო შეზღუდვების ფონზე. ახლა საინტერესოა ყოველ შემთხვევაში გამგზავრებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ქართულ ოცნებაში არ უარყოფენ. პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.